მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული კაცობრიობა დადგა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე. და სწორედ ამ დროიდან იწყება აქტუალიზაცია მეცნიერთა ჯგუფების მხრიდან, რომლებიც სწავლობდნენ ხალხურ ემპირიულ ცოდნას ტრადიციული ეკოლოგიური სისტემების შესახებ და ცდილობდნენ დაენერგათ ეს დიდი ცოდნა თანამედროვე ყოფაში, რათა გარკვეული კუთხით მაინც გაუმჯობესებულიყო ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც ზოგადად მსოფლიოს ეკოლოგიური სურათის სერიოზული დაკნინების კუთხით მიმდინარეობდა. ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგა უკვე კაცობრიობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის აი 60-იან წლებში. ამ დროიდან მოყოლებული კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია. საქართველოში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა, მაგალითად მიხეილ გეგეშიძის შესანიშნავი მონოგრაფია, რომელშიც თავმოყრილი არის ქართული ხალხური ცოდნა ეკოლოგიური ბალანსის დაცვის მიმართულებით. აღწერილი არის მთელი ის ქართული ხალხური გამოცდილება მის ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში, რომლის მიხედვითაც ადამიანი ბუნებასთან აბსოლუტურად ჰარმონიულად თანაარსებობდა. ის ბუნებას იყენებდა არა მაქსიმალური მომხმარებლური კუთხით, არამედ იმ მიმართულებით, რომ მომავლისთვისაც არსებობა ყოფილიყო შესაძლებელი. ანუ ადამიანი და ბუნება ჰარმონიულად თანაარსებობდნენ. ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანია ცნობილი ეთნოლოგის და არქიტექტორის ანზორ ქალდანის რამდენიმე გამოკვლევაც. და სამწუხაროდ ის თემატიკა, რომელსაც ბატონი ანზორი შეეხო თავის სამეცნიერო გამოკვლევებში, დღესაც 21 საუკუნის 10-იან წლებშიც აქტუალური გახდა. გულისხმობ გიგანტური ჰესების მშენებლობას საქართველოში. ეთნოლოგი ვარ და ამ შემთხვევაში მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ სწორედ აი ამ მიმართულებით, ჩემი სამეცნიერო დისციპლინიდან გამომდინარე. დღეისათვის ცივილიზებული მსოფლიო უდიდეს პატივს სცემს ნებისმიერ ეთნიკურ კულტურას. ნებისმიერ ეთნოგრაფიულ მახასიათებელს, მნიშვნელოვან კულტურულ მახასიათებელს, რომელიც შემონახულია დედამიწაზე. ამ მხრივ ერთგვარი საგანძურია მთელი საქართველო და განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთი. მოგეხსენებათ უკვე დაახლოებით 10 წელი ხდება იუნესკოში ამოქმედებული არის არა მხოლოდ მატერიალური კულტურის დაცვის მძლავრი მექანიზმები, არამედ არამატერიალური კულტურის დაცვის მექანიზმებიც და აი სწორედ ხალხური ყოფა, კულტურა, ცოცხალი კულტურა, ეთნიკური ითვლება დაცვის ობიექტად. ამ მხრივ ისევ და ისევ სვანეთი გამორჩეული მხარეა საქართველოსი, რადგან აქ შემონახული არის ქართული ტრადიციული კულტურის ბევრი ისეთი მახასიათებელი, რომელიც ბარად ან საქართველოს სხვა მხარეებში თითქმის გამქრალია, ან სულაც გამქრალია. გულისხმობ შემდეგს, ეს არის ტრადიციული ქართული არქიტექტურა. არა მხოლოდ თავდაცვითი ნაგებობები, არამედ ხალხური ხუროთმოძღვრების შედევრები, საცხოვრებელი ნაგებობები, სამეურნეო ნაგებობები. თავისი მხატვრულ, არქიტექტურული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ყოველი მათგანი. ყველაფერი ეს არის ამ წუთში დაკარგვის საფრთხის წინაშე. უმნიშვნელოვანესია სვანეთში შემონახული ქართული სოციალური და სულიერი ურთიერთობების მექანიზმები. პირველ რიგში აღნიშნავ სულიერ კულტურას. აქ შემონახული არის არა მხოლოდ ბერძნული კანონიკური ქრისტიანული დღესასწაულები, არამედ რამდენიმე იერუსალიმური კანონარის თანახმად არსებული დღესასწაული, რომლებიც საქართველოს დანარჩენ მხარეებში დაკარგულია. აქ შემონახული არის უმშვენიერესი და უკიდურესად ჰუმანური ქართული ჩვეულებითი სამართლის სვანური ნაირსახეობა, რომელიც ცოცხალია და მოქმედია ამ მხარეში. მოგეხსენებათ 1801 წლიდან მოყოლებული საქართველომ დაკარგა თავისი ეროვნული კანონმდებლობა, თავისი სახელმწიფო სამართალი, რომელიც კანონიკურთან თანაარსებობდა და რომელიც ყველაზე ჰუმანური იყო თანადროულ მსოფლიოში. ჩვენ მოგეხსენებათ ის ხალხი ვართ, სადაც სიკვდილით დაჭრა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში აიკრძალა და სადაც ძალიან მაღალ დონეზე იყო დაცული ქალის, ბავშვის, მიუსაფარის უფლებები. აი ამ სამართლის ნაირსახეობა ხალხური ჩვეულებითი სამართლის სახით საქართველოს რამდენიმე მხარეში შემოგვჭა. ის არსებობდა ცარიზმის პერიოდში, არსებობდა საბჭოთა პერიოდში და ცოცხალია დღესაც. რატომ? იმიტომ რომ ის არის ქართული სახელმწიფო და კანონიკური სამართლის სიმბიოზის შედეგი. ანუ ის არის ეროვნული სამართალი, რომლის არსებობაც წყურია ხალხს და
არის ცოცხალი თანამედროვე ყოფაში, ანუ ეს არავითარი გადმონაშთი არ არის. ეს არის ფუნქციურად დღესაც დატვირთული სოციალური კულტურის მშვენიერი მონაპოვარი. ძალიან მნიშვნელოვანია ეთნომუსიკალურად ეს მხარე. აქ მოგეხსენებათ ეთნომუსიკალური შედევრები სრულდება ყოფით გარემოში, ანუ ავთენტურად, ანუ ცოცხალი სახით. ეს არ არის მხოლოდ სასცენო ხელოვნება, რაც ბარადაც არ გვაკლია. აქ რიტუალის თანმხლები არის ყოველი სვანური ხალხური სიმღერა, ფერხული, ყოფაში მოგვითხრობენ ზღაპრებს, ყოფაში წარმოთქვამენ ხალხურ ანდაზებს და აი ეს ყველაფერი არის თავმოყრილი ამ საქართველოს ერთ-ერთ მხარეში, რომლის დატბორვაც ბუნებრივია ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის, რაც დღეს თანამედროვე მსოფლიოში დაცვის ერთ-ერთ აუცილებელ საგანს წარმოადგენს, დგება გაქრობის პირას. ამას მოყვება ის ეკოლოგიური კატასტროფაც, რომელიც თვალნათელია, პირადად ჩვენს თვალწინ ხდება ისტორიულ კლარჯეთში, ისტორიულ ნიგალის ხეობაში, სადაც ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან გაცემული ნებართვის შემდეგ, სამწუხაროდ ეს ფაქტიც მოხდა გასულ საუკუნის მიწურულს, მდინარე ჭოროხზე აგებული იქნა უამრავი გიგანტური ჰესი, რამაც გამოიწვია 12-მდე სოფლის დატბორვა, 6 თამარისეული ხიდის დატბორვა და ის ეკოლოგიური ბალანსის დარღვევა, რომელიც სამწუხაროდ სახეზეა. აქ დაავადებათა რიცხვმა მკვეთრად იმატა, განსაკუთრებით ბრონხიალურმა ასთმამ, მოსავალი ორჯერადი, რომელიც მოყავდა განსაკუთრებით ბახჩეულით არის ისტორიული ნიგალის ხეობა, თანამედროვე ართვინის ვილაიეთს გულისხმობ განთქმული, ფაქტობრივად ერთ მოსავალსაც ძლივს იწევენ. აი ეს ყველაფერი ნამდვილად არ მინდა საქართველოს ტერიტორიაზეც გაგრძელდეს და აქედან გამომდინარე მოსახლეობის სურვილიც უდიდესი ნაწილისა ცივილიზებული საზოგადოების ზოგადად მეცნიერთა პოზიციაც ამგვარი გახლავთ დაიდოს იმ ტიპის ჰესების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც აკრძალულია და რომლებიც არ შენდება დღევანდელ, თუნდაც ვთქვათ, ევროპის ტერიტორიაზე. რატომ ხდება მათი აუცილებელი აგების საჭიროება, რატომ დგება დღის წესრიგში საქართველოს მაგალითზე. მკვეთრად ვეწინააღმდეგები აი ამ ტექნოკრატიულ მიდგომებს, ვინაიდან ეს ჩვენი მომავლისთვის არის სერიოზული საფრთხე, ეს არის საბურჟუაზიული საფრთხე კულტურულადაც, ეს არის სერიოზული საფრთხე საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიულ ერთიანობასაც სულ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის მხრივ მეტად მცირე რიცხოვანი მესტიისა და ლენტელის რაიონებიდან 1200-ზე მეტი ვაჟკაცი შეეწირა. ეს მხარე არ იმსახურებს ესოდენ გულდრილ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, კატეგორიული არა ვარ, გულის ტკივილს გიზიარებთ, იმედი მაქვს ჯანსაღი გონიერი საზოგადოებრივი აზრის აზვირთებისა.